მზადებაში ვიყავით, იმიტომ რომ 11 საათზე კარგად მახსოვს ეს დღე, ახლა მით უმეტეს ისეთი რაღაცები დაემთხვა რომ იმას რა დამავიწყებს. მითხრეს რომ უნდა მე ვუთხარ რომ იცით რა ძალიან გთხოვთ კი რა დღე შაბათი დღეა თან ესე ქორწილში მივდივარ და თუ მაცლით ორ შაბათს გიახლებით მეთქი და იქ ისეთი ამბავი აყლა ტელეფონიდან რომ მე მგონა რაღაც სახელმწიფო დანაშაული ჩავიდინე თუ არ მოხვალ მე ჩვენ ვიციდან როგორ წესი წავდათ მიყვანის და მოყვანის ახლა არ გამიგო სხვანაირად მაგრამ მე რო დღეს უყურებ აი კომისიაზე არ მივალ პროკურატურა დაიბარეს არ მივალ თვითონ მოვიდეს ეს არა ეს რომ გამებედა ალბათ დღეს ჩემი ალბათ სახელი და გვარიც აღარ იქნებოდა დარჩენილი რა თქმა უნდა მივედი და პირდაპირ იქ დამხვდნენ რამდენიმე ადამიანი რომლებმაც ერთ-ერთი იყო გამომძიებელი ჩოხელი რომელმაც მითხრა რომ მე შენ ახლა დამკითხა მოკლედ ეს ახლა სწორად ვამბობ ტერმინს და ნუ რაღაცა ანუ დაკითხვის პერიოდი გაგრძელდა 3-4 საათი, სადაც შიგადაშიგ რა თქმა უნდა იყო იმაზე ლაპარაკი, რომ აი ეხლა შენ უკვე გამზადებთ ეტაპისთვის და რომ იცოდე და ამიტომ სანამ რაღაცა იქნება, აუცილებლად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ახლა ისე მოხდა რომ შევედი იმ დღეს არც ტელეფონი რატომაც არ გაუმართვეს, სადაც ხელზე მეკიდე თქვა ძალიან ეჩქარებოდა, დაცვამაც აღარ შევამოწვა, ალბათ იმენჯერ შევდიოდი გამოდიოდი, თანამშრომელი თუ ვეგონე და შემოვიდა მოადგილე ვარო ესე გამეცნო გელოვანი კეზერაშვილის მოადგილე და ნუ საკმაოდ რაქნაო დაწერაო განცხადებაო და იმგენმა რო უთხრეს არა თავს იკავებსო ნუ ამაზე აღშფოთ და დაინახა მოხსენით ეხლავე ტელესახლის ხელიდან საათი წაართვით ტელეფონი და მომთხოვა რომ გამოვყოლოდი გვერდზე ოთახში ნუ ვიფიქრე ალბათ დასაპატიმრებლად ან რაღაც ესეთი ის იქნება და ნუ რა თქმა უნდა დაემორჩილე მოიხსენი საათს ტელეფონის გადავიცი გავყევი აღმოჩნდა რომ იქ უკვე ყავდათ დაბარებული ყოფილი ქალაქის არქიტექტორი დავით ახვლედიანი ახლა არ ვიცი გახსოვთ არ გახსოვთ რომელსაც ნუ რაღაც იმ პერიოდში იყო ქალაქის არქიტექტორი და ნუ თავისთავად ხელი ქონდა რაღაც დოკუმენტებზე მოწერილი ახალი გამოსული იყო ციხიდან და მითხრეს რომ აი უყურე ამ კაცო ახლა ამას აქედანვე დავაბრუნებდო ციხეშიო ჩაომითვალეს და მაჩვენესია კიდევ ჩემი ოჯახის წევრების და ეს რამდენიმე არ იყო შემიძლია თქვა რამდენიმე ათეული კაცი იყო ასაც შეისწავლეს ესე კარგად ბავშვობის მეგობრიდან დაწყებული ნათესავი ეს ყველას დავაპატიმრებთ და მე შენ წახვალ ციხეში და აუხსენი ამ ხალხს რომ რატომ ზის ან უკაცრავად თქვენთან მაგრამ დაანგრეული აბანოს და დამშრალი ლისტისთვის შეეწირნენ და შეეწირებიან და ხომ იცით რომ ამის გამკეთებლები ვართო თანო მითხრა კეზერაშვილმა ისიც მითხრაო თუ შენ დღეს ღამის 11 საათამდე არ გექნებოდა დაწერილი განცხადებაო შენთან ერთად მეც დავაპატიმრებს და არა მაქვს სურვილი შენ ხო იცი რომ გამკეთებელია ამისიო და ამიტომ მეო მირჩევნიო და ყველაფერს გავაკეთებო რომ შენ ეს განცხადება დაწერო. ამას გეუბნებათ დავით კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი გელოვანი, რომ მეც დამაპატიმრებს კეზერაშვილს. ნუ ასეთი ბრძანება არისო გაცემული ის და ძალიან გაჭიანურდაო რომ ნუ ასე თავხედობა ეხლა ნუ რახან დეტალებში როგორ ყოფნისო რომ შენ ხო იციო მიხეილ სააკაშვილი არის ამ საკითხი დაინტერესებული კეზერაშვილს დაავალა და ასეთი რამ ჩვენთვისო ამდენი ხანი არავის არ გაუბედიაო რომ და ახლა კარგად გექცევოდით ანუ კარგად მოქცევას ეძახოდნენ ნუ თქვათ იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეხლა ნამდვილად ვერ ვიტყვი რა მცემდნენ ან რაღაცა მაგრამ ნუ სტრესი მქონდა რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური მით უმეტეს იმ შემთხვევაში როცა ახლა შვილები მყავდა 13 და 15 წლის ბავშვები გოგოები და ნუ იმაზე აი ეს გადაკვირთ ახლა პირდაპირ ხო არ მეტყვი გადაკვირთ და იქ ცოლი ყავს და ჭკუაზე მოდი და ნუ ასე შემდეგ ახლა ერთი მაგალითი ის იყო რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე როცა მივიდიოდი მანქანას ვაჩერედი ფინანსური პოლიციის გარეთ ავტოსადგომი იყო იქ და ახლა მეგობარი მომყვებოდა რომ მე ხოვე რომ ყველაფერი ხდება და არ გააღონ რამე არ ჩადონ და შენ შორი ახლოს იყავი მანქანასთან უგაჩერდე თუ რაღაც ესეც შეხვდე მაინც სურათები გადაიღე რომ მომავალში გაომადგებათ რაღაც და მითხრეს იქ რომ შენი მეგობარი იტუზებაო შენ მანქანთან ბოდიში გამოთქმაზე შენ ხო არ გონიაო რამის პრობლემა გვაქვს ჩავალთ ეხლაო მაგბიცო მანქანის მოპარვას კიდევ ჟარგონს ვიხარ რაც მითხრეს ისე უნდა შევტენითო მე შენი მანქანიდან გასაბერტანს გადმოვიღებთ გავასრულებთ და წახვალთ იარაღის გაყიდვის მუხლით ციხეზეო იმასაც გეტყვით რომ გაფრთხილებული ვიყავი და ისე დაკითხვებს და იმას რომ მივდიოდი
ახალ პიჯაკებს ვაკ ამოკერილი ჯიბეები და ამ შემდეგ და წყალს არ ვსვამდი და ნუ რაღაცებს ვარედები თავს რომ მე რამე შარში ისეთი არ გავხვეულიყავი რომელიც თქვა მე უფრო და უფრო ძნელი გამოსასწორებელი იქნებოდა